რა იწვევს სპერმის ხარისხის პათოლოგიას, სპერმის ხარისხის დაზიანებას. ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება მე ხა გითხრათ, ეს არის ვარიკოცელი. ეს არის ოქსიდაციური სტრესი, ჰიპერგიდროზი, ანუ ოფლიანობა. ეს შეიძლება იყოს დღისოფლიანობა, ეს შეიძლება იყოს ღამის ძილის ოფლიანობა, რასაც როგორც პაციენტები, ისევ მათი პარტნიორები აღნიშნავენ. ამ დროს მატულობს ჰომოცისტეინი და მეტაბოლიზმი, სათესლე პარკში ვენების გაგანიერება, რაც იწვევს ტემპერატურის მატებას, ჟანგბადის ნაკლებობას, ოქსიდაციურ სტრესს და ეს კიდე პირდაპირ აზიანებს სპერმის და იწვევს სპერმის დნმ ფრაგმენტაციას. ოქსიდაციური სტრესი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი სპერმის დნმ ფრაგმენტაციისა და გამოწვევის მიზეზი. ეს ვითარდება იმ სტრესის დროს, როდესაც ხშირია მოხმარება თამბაქოსი, სხვადასხვა ანთებების დროს. ჰიპერგიდროზი, ჰიპერჰიდროზი, ეს არის ჭარბი ოფლიანობა, როგორც აღნიშნეთ, და არის როგორც დღის, ასევე ღამის. დაკავშირებულია ნერვული სისტემის დისბალანსთან, როგორც ვაზომოტორული ცვლილებებთან, ასევე მიკროცირკულაციურ დარღვევებთან და საბოლოოდ გავლენას ახდენს სპერმატოგენეზე. საღანაღნიშნული ჰომოცისტეინი და მეტაბოლიზმი პირდაპირ გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად ზიანდება სიზარღვები, აძლიერებს სამართლებას ეს ყოველივე და ამცირებს ენერგეტიკულ ფონს და ასეთ შემთხვევაში საბოლოოდ უარესდება სპერმის ხარისხი. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აქ? ეს არის წყვილის კონცეფცია, რომ თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გვაჩვენებს და გვეუბნება იმას, რომ ფერტილობა არ არის ეს ინდივიდის თვისება, ეს არის წყვილის თვისება, განაყოფიერება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ემბრიონი ვერ გამვითარდეს, ან ვერ იმპლანტირდება და პაციენტი ასეთ შემთხვევაში ამბობს, რომ ყველაფერი ნორმაში მაქვს, მაგრამ ორსულობა არ დგება. ამ დროს აუცილებელია თანამედროვე დიაგნოსტიკა და დამატებითი შეფასება დნმ ფრაგმენტაციისა, ოქსიდაციური სტრესისა, იმუნოლოგიური ფაქტორებისა, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ დნმ ფრაგმენტაცია ეს არის ძლიერი პროგნოზული ფაქტორი ფერტილობისათვის. თანამედროვე მიდგომა არის კომპლექსური. ეს კომპლექსური მიდგომა მკურნალობის არის ვარიკოცელის მოცილება, ანტიოქსიდანტებით მკურნალობა, მეტაბოლური კორექცია, იმუნური რეგულაცია და აჩვენებს კვლევები იმას, რომ ოპერაციის შემდეგ დნმ-ის დაზიანება მნიშვნელოვნად მცირდება. თანამედროვე მედიცინა უკვე ხედავს იმას, თუ რაც ადრე იყო უფრო უხილავი. მოლეკულურ დონეზე არის გამოკვლევა აუცილებელი და ამ გამოკვლევების ბაზაზე შესაბამისად მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ველოდებით.